ხალხო, აი არ ვიცი ვის მიყვარს ეს. მაგრამ მე არანაკლებ მიყვარს ესეთი ღომი, ვიდრე პირველი დღის, ანუ გაცხელებული კაფაში, შემწერ ყველთან ერთად. სასწაულია. შემწერი შეიძლება აყიდე. ჩუმად ყველაფერი ჩავწერე, მე უნდა გავუგზავნო ორგანოებს. ერთი ზუთი? Ναι. ვაშლის და კომშის ვაშლის და კომშის ნამცხვარი მარტივი, გემრიელი, უცბად. ის არ მაქვს შაქრის პუდრა. ნუ არც უნდა. აი გემრიელია თვითონაც. შვიდობისა გოგოშკებო და ბიჭებოც თუ მიყურებთ. არა, ბიჭები თუ მიყურებენ სტატისტიკაში არის. მაგრამ ძირთად გოგოშკები არიან, ამიტომ ბიჭებს ჩაგრავ ხოლმე და გოგოშკებს ვიძახი სულ. შვიდობისა ყველას ესეთი დღე არის ჩვენთან. შვენიერი, ლამაზი, წყინვალე დილა. შვიდობისა ყველას. შვიდობისა ხალხებო, აბა როგორ ხართ, აბა როგორ ბრძანდებით. ეხლა მე მინდა ყავა მოვიდუღე და აღარ არის რა თქმა უნდა. ეს საპნიანი ხელი დაავლე? ამას. საპნიანი არა. შველი. მოვიდუღოთ ყავა. უბრალოდ ყავა კი არ მოვიდუღოთ, წყალი ავადუღოთ და მოვიმზადოთ ყავა. ხო. ჩემი სიყვარული. ხოთშეს ეს გემო არ მომწონდა და ეხლა თავიდან რო ვიყიდე, ვფიქრობდი ვაიმე ამას როგორ დავლევ მეთქი. ხო და ეხლა ეს გემო უფრო მეტად მომწონს, ვიდრე ის რაც იყო. მე შენ, მოდი აქ უყურ ერთი როგორ გაიქცა. მე გარეთ გაგაგდე. ახ თოკოსთან მივიდა. რა? გამოვეკიდე რომ გარეთ გამეკდო და მიაფსა მთელ სახლს უხე. არა. აჭირს თვალზე. ერთ თვალი მოჭუტა, მეორეც მოჭუტა. ეთყობა სიყვარულისგან ეჭუტებოდა. თოკოსთან შემასწრო. ესე იგი ხალხო გადაფსა სახლი, მიშველეთ. გადაფსა, ანუ კი არ ფსავს. ანუ ხალხს ვერ ვაგებინებ, ცხვირის სად უნდა ჩავაყენო? კედელს აფსავს, ცოტას, ხო იცი დეზადორივით რო ასხავენ. ეგ კი არ არის მოფსმა, ეგ არის მონიშნა, ფსელს იქშვება თავის ადგილად. ნიშნავს მთელი სახლი, ჩემი არისო, ჩემიო. განაცხადა პრეტენზიები 4 თვის გადამ. ხო და რა ვიცი, ახლა მე მაგ ჯერ მანქანა მაგ თებერვალში გასტარებელი. იმაზე ტექსტათვალიერებაზე მანქანას რაღაც 1-2 რაღაცა ხო გასაკეთებელი უნდა გავაკეთო. მე ამას უნდა გავუკეთო კასტრირება. ჯერ არ მცადია ცოტა ხანი და მე გავუკეთებ. თორე რა ვიცი, მარტამდე რომ მივიდეთ, ალბათ მთელი სახლი ფსლად იქცევა. თან რაც ადრე გავუკეთებო, მით უკეთესიაო, იმიტომ რომ ის ჰორმონები რო გადაერევა, მიუხედავად იმისა, რომ კასტრებას გავუკეთებ, ერთი რამდენიმე თვე იმას დაწყნარებას უნდა თურმე კიდე. მერე კი აღარ იმაშვება, მაგრამ ეს თავიდან ხომ გაიაროს ამ პერიოდმა. ჰორმონი მარტო ჰორმონი ხო არ არის ორგანიზმში, ტვინშიც ხოა. ცვლილებები მაგ დროს. ჩემი წავალი მოვიდა, რომ გამახსენდა. ტვინზე, ტვინში ცვლილებებზე.
An procesa da არ ვიცი. ძალი ჩემთვისაც არის. არ ვიცი. ასე. 1 ლიტრი კი ამარა შენ არ სვავ ხოლმე ესეც. აკი კიდე ნახე. აუ ის დამოვიწოდა მიშაყრა. სახრის. გადასაჭმელი გაუთავდა. მაგრამ უთხარი წადი მოუტანეთ ანდრიას. კი არ უნდა, მაგრამ და კი შენ უნდა მიდიოდე. თქო ეს არ გინდა? მინდა მაგრამ რა ასე. კი. და სიტყვა გითხრათ, რატო ვერ გადავიღე ეს დღეები, ვლოგები და მადოზე და ეგრე. ანუ მადო ჩამოვიდა რამდენიმე დღით და ჩამოვიდა თავის საქმეებზე. ეხაც წასულები არიან ეგ და იკა. ხო და რა ვიცი, მე მგონი დიდად არ აქვს სურვილი, როგორც მე მივხვდი, რომ მე ვისაუბრო აქ მიზეზებზე, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მე არ ვისაუბრებ, იმიტომ რომ მე მხოლოდ მაშინ ვსაუბრობ, როცა ადამიანს ვხედავ, რომ ღიაობა აქვს ამაზე და როცა მე მეხება. შესაბამისად, კიდევ რო ჩავრთავ კამერას, ჩავრთავ ეხა ისე ვერ ვიქნები, რომ საერთოდ არ გადავიღო. და გავაგრძელებ ჩემს საქმიანობას, მაგრამ კადრში ძირითადად ვიქნები მე და მიზეზებსაც მე ვერ გავახმაურებ, რადგან უკვე ვთქვი რატომ. ხო, მოკლედ ესე. ხო და მოკლედ შემოკარგებო, ესეთი ამბავი და ესეთი situation-ი არის. გავაკეთეთ ღომი, გავაკეთეთ გუშინ წინ ისა გავაკეთეთ ღომი, ხარჩო, ფელამუში, პირველ დღეს ქათამი შევწვი 2 უზარმაზარი, მერე ღვეზელები გამოვაცხე, კიდევ უნდა გავაკეთო ბავშვებს უნდათ ღვეზელები, ყარაყუმი გავაკეთე. ხო, ეხა კიდევ აშლის დამცხვარი მაქვს და მოკლედ ესე რა. ინგა რა ლამაზია ეზო ყველიანი რა კარგია, მადლობა რომ ჩამოდის. სოფო აუნი ამ ლამაზი თოვლის ფონზე რომ მამალმა იყვირა რა კაი იყო რაღაც თბილი გარემო და
სიყვარული ასე მეგონა რომ ბავშვობაში სოფელში დაუბრუნდი თქო ძალიან მომინდა მაგ დროს მან ყოფნა ხო აი მიყვარს ძალიან ეგ ასე კიდევ აბა მაკანინი რა მაგარი თოვლის ბაბუა როგორ გამიხარდა მადო რომ ჩამოდის შვენიერია ბედნიერად შორენა ფისო რა საყვარელი ხარ კრუტუნი კურნავს ხომ იცით ნინი აი ჩვენი ყოველი დილა იწყება აი ამ სიყვარულებით კრუტუნებით ჩახუტებებით და მე გრძელდება რომ ავდგები და მთელი სახლი ყარს და ჩემი ყვირილით აქ რატო მიამფსი მიმყავს იმადეს ვეუბნები რომ აქ ნუ ნიშნავსა მიყურებს ეს დამნაშავეს სახით მაგრამ რა შორამ შვიდობიან საღამოს გისურვებთ მიყვარხართ ციცი ბიჭო რა საყვარელი ხარ როგორ გაფუმფულდი და გაიზარდეო სოფინინის საუკეთესო ადამიანი ხარ დაეწარით მრავალ კარგ დღეებს ჯანმრთელად და ბედნიერადო მადლობა ჩემო საყვარელო ლელა ვაიმე რა საყვარელი ხარ ფისო როგორ კრუტუნებ როგორ გიალერსებანი ლელუ ნინი ბედნიერი დღე საყვარელო მარიამ ნინი ლამაზო თოვლის პაპა გავაკეთე როგორ მიყვარს თოვლი ზამთარს უხდება ძალიან ეზოში მე ვიყავი ღამე ძალიან მიყვარს თოვლი ძალიან ლამაზია მიყვარხარ ასმათი ბედნიერი ფისო ხო რა ვიცი ამდენად ბედნიერია ხა ჩიკ-ჩიკს გაუკეთებენ მალე არ ვიცი თვითონ რაც ფიქრობს მაგრამ არ მაინტერესებს პატარა გოგოა არ მაინტერესებს თვითონ რაც ფიქრობს იმიტომ რომ მაწუხებს ძალიან სოფო აურა მაგარიანი ძალიან საყვარელი ხარ მთელი ოჯახი ავი კამრა დაარქვა იმ წაღუნულ თოვლის პაპას მიყვარს თქვენი ყურება უფალმოს უბედნიერი და ჯანმრთელი არ მახსოვს რა დაარქვა რაღაც შინელებას დაარქმევდა ლენა ფისუნია როგორ გაგიმართლა ნინიში ვაიმე არ ვიცი თუ მასე ფიქრობს თვითონაც იფიქრებს უბრალოდ კრიჭი-კრიჭის მერე სოციალურ ნაწყენდებიან ხოლმე ვიდეოები მაქვს ნანახი ნინიკო თოვლი ძალიან ლამაზია და მიყვარს მხოლოდ 3 დღით რა კარგი ამბავი რომ ჩამოდის მადლობა ბედნიერი დღეები მადლობა ძვირფასო ეველინა ნინი რა მაინტერესებს რომელ ფქვილს ხმარობ ასეთი კარგი კექსი რომ გამოგდის ხოლმე შეგიძლია მითხრა მადლობა წინასწარ არ მაქვს კონკრეტული რაიმე ფქვილი რომელსაც ხმარობ უმაღლეს ხარისხს ხმარობ ყოველთვის არც რი არასდროს ნუ ტორტის გარდა რა ტორტზე ვცრი მარტო და რა ვიცი ხან ზოგეა ხან რაღაცა რუსული ყვითელშეფუთვაში რო არ მახსოვს რა ქვია და კიდე ხა რაღაცა ახალი გამოვიდა ქართული პირველად გამოვიყენე რა ვიცი ყოველთვის ნაირი გამომდის რავი თავარია უმაღლესი ხარისხი იყოს ლელა თოვლის პაპა რა მაგარია როგორ მიყვარს თოვლის ზამთარს უხდება ძალიან პატარა ბავშვით მიხარია მეცნი ციცი რა კარგები ხართ ნი მიყვარხართ რა კარგია მადო დეიდა რომ ჩამოდის უფალმა დაგლოცოთ მადლობა ძვირფასო მარიამ ნინი მაგრამ და გულები ნინი რა კარგია თოვლი ეს დღეები ისეთი ბედნიერი ვარ რომ აი რა ვიცი მთელი დღე გაკრეჭილი დავდივარ ნეტა სოფელში ვიყავ მეც გავაკეთებდი ჩემს ეზოში თოვლის ბაბუას რამდენი წელი არ გამიკეთებია ჩემი ევი რა საყვარელია აი პარკში და ეგეთ ადგილებში აკეთებენ ხოლმე ბავშვები ნუ დიდებიც ასმათი როგორ შეგეჩვია ფისო ხო აბა ლელუ მართალია შენ გარეშე წარმოუდგენელი აქ ყოფნა ნინი მიგეჩვიეთ გვიყვარხარ მადლობა რომ არსებობ ჩვენ ცხოვრებაში თქვენს მადლობა ჩემო ძვირფასებო რომ არსებობ ჩემს ცხოვრებაში რუსუდანი რა ჭირს ამ თვალზე ვერ გავიგე ნუ ყვირი ხარ არ შემოგიშვებ იმიტომ რომ ცუდი გადახარ რატომ იაფსის ახს რუსუდან ნინი რა საყვარელი თბილი გოგო ხარ მეც მიყვარს თოვლი მაგრამ ესპანეთშიაც ვარ ერთხელ იყო თოვლი უი ხო აქაც ხო ეგრეა თოვლი რავი თბილისში როდის იყო არც მახსოვს ბოლოს ავე კარგია ლიზა შენ წონაში კლებაზე რატომ ფიქრობ მითხარი
ეგრე შენი ამბები მომწერე აბა. ნინი წონაში რომ იკლებ ვარჯიშით ვარჯიშობ? არ ვარჯიშობ მე. წონაში კლების დროს, არასდროს. ნუ 10000 ნაბიჯს დავდივარ. თუ მაგას ვარჯიში გაიყვან კი, მაგრამ მე ვგულისხმობ ძალოვანი ვარჯიშები და რაღაცები. აი ზაფხულში ვარჯიშობდი. ყოველთვის ამ ზაფხულსაც ადრეც რამდენჯერაც ვცადე. აი ხო ამბობენ რომ პირიქით წონაში კლებაში გეხმარება რაღაცა. მე რას ვერ ვლახავ, იცი, როდის ვანებებ თავს. მე მაგ ძალიან ცოტა კუნთოვანი მასა. ანუ უმეტესობა რაც მაქვს ქონუკებია. და მაგ ძალიან მცირე კუნთოვანი მასა. აქედან გამომდინარე, როგორც კი მე ვარჯიშს ვიწყებ, ნუ ჯერ ერთი ხო ხდება შეშუპებაც ორგანიზმის ცოტათი და მერე ცოტათი ეს კუნთიც იმატებს. მალევე მეტყობა მე კუნთი. ანუ რა თქმა უნდა, ბევრი 2 კილო უცებ არ დამეტყობა, მაგრამ რაღაცა გრამები 500-800 გრამამდე ერთ თვეში სადღაც ესე მეტყობა. და მერე როცა ეს მინუსი მიდის და პლუსი მოდის, სასწორი აღარ აჩვენებს და მერე საერთოდ აღარ მინდა ხოლმე რომ ვივარჯიშო. ამიტომ გადავწყვიტე რომ დავიკლებ საბოლოო და დავალ ჩემს წონამდე, მერე დავამატებ რაღაცა ვარჯიშებს. აი ეგ მაქვს ჩემს თავთან გადაწყვეტილი რა. და დავანებე ამიტომ თავი ზაფხულში ვარჯიშობდი და ძალიან მომწონდა სხვათა შორის. პირველად იყო რომ ვარჯიშით, აი რო იძახიან ხოლმე кайფი განვიცადე ვარჯიში თუ აი ეგ მაგამდე პირველად მივედი იქამდე ადრე ყოველთვის დასაკლებად და რაღაც აი ტანჯვა და რაღაც ეგრე ასოცირდებოდა და ეხა პირველად იყო რომ აი მესია მოვნა. მარიამ, ნინი ლამაზო, აურა მაგარია, მე დილით ვიყავი. თოვლის პაპა გავაკეთე, ძალიან მიყვარს. რა საყვარლები ხართ, ბედნიერები იყავით, ნინი ძალიან მიყვარხარო, მადლობა ჩემო ძვირფასო. შორენა წარმატებები, ნინიო, მადლობა ძვირფასო, ინგა, ყოჩაღები, ბაჩო. გუშინ ღამის 4 საათზე გავედი ვარკეთილში. ჩემთან ახლოს დიდი სკვერია და ისე ვისი ამოვნე, ვისეირნე დიდი გუნდა გავაკეთე, ფოტოები, ვიდეოები გადავიღე, დავტკბი. აი რა კარგი, აი მე მაგალითად ძალიან მიყვარს ეს თოვლი და რა ვიცი, ძალიან მიყვარს ხოლმე იმ ადამიანების, ვისაც ეჯავრება თოვლი. იმიტომ რომ აი მე ძალიან მიყვარს. კი, იწვევს დისკომფორტებს, როგორიც არის ჩვენ გავმართავ ქვეყანაში ბევრი, შუქის ჩაქრობა, წყლის დაწყვეტა, გაზის გაყინვა, რა ვიცი, ძირს იყინება ყველაფერი და შენ, მაინც ძალიან მიყვარს. ჟანა ფქვილს ძლივს იმიტომ წავიკითხე რომ ინგლისურად ეწია ზჰთი ფქვილს გაცრა არ უნდა ეს არის ძველ ვიდეოზე ბლინები რო გავაკეთე მე არ ვცრი და თუ უნდა შენ შეგიძლია გაცრა თვითფასო რა პრობლემაა ამობრუნებული სმაილი ანუ ხა შეიძლება რა უბრალოდ ადამიანი შენ რასაც სწორად თვლი ის გააკეთო არა ანუ ეგრე არა სხვამაც ის უნდა გააკეთოს რასაც ის თვლის სწორად საერთოდ დავაკვირდე ჩვენ ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანს აქვს საზღვრების პრობლემა. ანუ არა მარტო ეს სოციალურ ქსელში, არამედ ისედაც ამ ცხოვრებაში ძალიან ხშირად შეხვდებით ადამიანებს, რომელთაც არ იციან საზღვრების დაცვა. თამარი 19 რიცხვამდე არც მე ავიღე. ნათლისღებასაც შევახვედრეო. აგერ ნათლისღება კიდე აგერ მიდგას. და ვინც ის როდის ავიღებ. ისე უკვე მომბეს და სხვათა შორის. ალბათ მალე ავიღებ რა კარგია თოვლი როგორ მიყვარს ზამთარს ხდებაო ციცი ქრისტინე რა ლამაზი კატუსიაო ლელუ კი მეც მიყვარს ზამთარი მყუდროება სიძბო საყვარელი ადამიანები გვერდში ბედნიერება ნინი მადლობა ძებასო ნინი თოვლი ჩემი სიყვარულია ინგამ ნინიევა მომიკითხე მარიამ ეს რა სიცოცხლე გახდა ნინი შენს ხელში უფალი არ დაგივიწყებ შენ სიკეთეს სოფაიმე დიდი მადლობა ძვირფასო თავარი არის რომ რა ვიცი ანუ მაგაზე არ მიფიქრია ანუ ეგ იმიტომ არ გავაკეთე რომ რაღაცა წინ დამხვედრო და ეგ იმიტომ გავაკეთე რომ აი საერთოდ მართლა გეფიცები ყველაფერს კატა არ მინდოდა რა ანუ იმიტომ იყო ამოვყვანე თაობანი უპატრონე რაღაც მე ჩავიყვანე
მე ხო კი იქნებ დედამისმა მიიღოს მეთქი იქ ცხოვრობს დედამისი მაგისი ძმები ის დედა ეხა ცორსულად არის და ადის გაბერილი და აჩენს შვილებს და რა ყველა პარტია იყავს და რაღა ეს გააგდო რაღა ეს აღმოჩნდა ღვთისპირიდან გადავარდნილი ხო და იქნება მიიღოს მეთქი მაგრამ არა რავი რატო გადააგდო რატო გააბრაზა ესე თუ რავი რა ქნა არ ვიცი რომ ესე გადააგდო გაწირა აი ესე კიო და თან აი გეუბნები რომ ზემოთ ვიყავი და ვლაპარაკობდი მე მივხვდი მეთქი ჩემი მისია რა არის მეთქი რომ ადამიანებს უნდა დავეხმარო თქვა ნუ გულისხმობდი წონაში კლებას კვებით აშლილობებს და ასე რა ანუ ფსიქოლოგიაც იმიტომ გადავწყვიტე ჩაბარება და რაღაცა რომ უფრო მეტ სპექტრს დავეხმარო რა და რაღაცა და აი ამაზე ვსაუბრობდი სახში და უცებ მესმის აი განწირული კივილი ანუ განწირული და ეს იყო გეგონება ღმერთმა ჩამომწახა რომ მარტო ადამიანებს არაო ვისაც შეიძლება ყველასო და აი ესე ტალახის გუნდა ვაფშე არ ჩადაგატა ანუ არც თვალი არც კუდი არც ფერი არაფერი საერთოდ ტალახი იყო რომელიც კიოდა და ეს რაღაცა საშინელი ბალახები ხორცში შესული მიკვრა რო იცის ხო იცი ძლივს გავაცალე ხო და ესე ჩამომწახა ფაქტიურად რა თან ზუსტად იმ დროს და ვიცოდი რომ უნდა ამომეყვანა რომ ჩავიყვანე მაშინაც ვიცოდი რომ ჩემი იყო და ჩვენც იცოდა რომ ჩემი იყო იქიდან ქვემოდან რომ გადავიხარ ჩემ ხმას რო გაიგებ და ორ ფეხს ეთქებოდა და ისე კიოდა მე როგორი ის ქონდა ჭიები ხო ყავდა თურმე ჭიების ბრალი ყოფილა აი ესე ასხავდა იმას ისე ქონდა კუჭის მოქმედება ღმერთო და არც გაწმენდა არც დაბანა არაფერი არ იმიტომ იმდენად რას დაბან იმდენჯერ და რას იმას იზავ მაგის ბეწვი დაფრინავს ბონისი ძირს ვარდება ხო მაგიდაზეც აეთრევა სახლსაც აბინძურებს ანუ აყროლებს უფრო სწორად თორე ისე სხვაგან კი არ შვება აი იმენა რომ ან რამე ფიში ქნას იმენა ტბა დააყენოს ან ქნას არა მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს თუ აკუთებსა ხო და ეს სიმართლე ეგეთია შემრჩა კატა ხახვივით დილამ შვიდობის ყველას კარგი დღე და შევეცდები რომ გადავიღო ვიდეოები თორე მიყვარხართ დალაიქეთ ვიდეო უყურეთ გამოიწერეთ არხი და მიკომენტარეთ ძალიან მჭირდება ეს ძალიან ჩემი არხი ძალიან გაჩერდა და მე კიდე არ მაქვს გაჩერების უფლება ასე რომ ვისაც რით შეგიძლიათ დამეხმარეთ ძვირფასებო მიყვარხართ მე მჯერა რომ ეს სიყვარული და ეს ყველაფერი აი ასე ბრუნავს საჭირო დროს საჭირო ადგილზეა ყველაფერი კარგ დღეს გისურვებთ ყველას